გასულ კვირას რძის გადამამუშავებელ საწარმოს სიღნაღის რაიონში მეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი არაჰიგიენური პირობების გამო. დედოფლის წყაროში კი ყველის არალეგალური საწარმო აღმოაჩინეს. წლის განმავლობაში რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოვლინდა. წლის მთავარი სასურსათო სკანდალიც ძროხების სკლინტით გამოკვებასთან დაკავშირებით ამ სფეროს უკავშირდება. რძის პროდუქტების ინდუსტრია ევროკავშირის სტანდარტებით მაღალი რისკის ინდუსტრიად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებით მკაცრ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ზოგადად, სურსათის კონტროლის მექანიზმების მთავარი მიზანი უნდა იყოს საფრთხის შემცველი პროდუქცია ბაზარზე საერთოდ არ მოხვდეს. საქართველოში კი რეაგირება ხშირად უკვე დამდგარ ფაქტს ან ხანგრძლივ დარღვევას მოჰყვება. მაგალითად, 2 კვირის წინ გორში გამოვლინდა საწარმო, რომელიც კუსტარულად ამზადებდა ალკოჰოლს და ბაზარზეც გაჰქონდა. სიღნაღის მომცრო ყველის წარმოებისგან განსხვავებით, აქ საქმე ეხებოდა მილიონობით დოლარს. პროკურატურის თანახმად, წარმოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს. საინტერესოა, რომ მისი ძმის კობა ხუნდაძის სახლიდან კონვერტებად დახარისხებული $1,300,000 ამერიკულ დოლარზე მეტი ამოიღეს. ძმები სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კადრებად ითვლებიან. ამასთან, წარმოება რეალიზაციაში ბრალი ედება გორის საკრებულოს ყოფილ წევრს ქართული ოცნებიდან ბორის გოგიჩაიშვილს, რომელმაც 2019 წელს ქართულ ოცნებას $100,000 შესწირა. კიდევ ერთი უახლესი შემთხვევა რაფაელოსა და იაკობს მონარქის ბრენდირებით პროდუქციის უკანონო წარმოება რეალიზაციას უკავშირდება. ამ ბრალდებით აკავებულია 2 პირი. თქვენ რამდენად უსაფრთხოდ მიგაჩნიათ პროდუქტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ყიდულობთ?